რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები, მე შენში მიყვარს, ოცნება ჩემი. რუსები ამბობენ მიშტატნივრედნა, რაც ითარგმნება ოცნება არ არის მავნებელი. ეგრეა, რომ გააჩნია შემთხვევებს. არსებობს ეგეთი მალადაპტიური ოცნება, რაც არის ადამიანის ფსიქოლოგიური დაცვა. ეს როდესაც ის გამოდის სტრესულ მდგომარეობიდან ოცნებების მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში ოცნება ნამდვილად არ არის კარგი. ოცნებამ შეიძლება წაიღოს ადამიანი რეალობისგან, მოაცილოს ის სინამდვილეს და არაა გამორიცხული, რომ რაღაც მომენტში დეპრესიაც კი დამართოს, იმიტომ რომ ოცნებებზე ის ცვლის რეალობას, მერე შეიძლება ააგოს თავისი იმედები და იხელმძღვანელოს ამით, რაც არ იქნება პროდუქტიული. სხვა შემთხვევებში ოცნება თუ აგებულია რეალისტურ ქმედებებზე, ამ ოცნებაზე თუ არის მიბმული მიზანი, ადამიანი თუ რეალისტურად აფასებს თავის შესაძლებლობებს, არის კონკრეტული თავის მიზნების დასახვაში და ოცნების სიარულისკენ, მაშინ ოცნება შესაძლებელია. თუმცა ის სასურველია იყოს უფრო ორიენტირი, ვიდრე რაღაც კინოსავით, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს. იმიტომ რომ ძალიან ხშირად მალადაპტიურ ოცნებას იყენებენ ადამიანები, როგორც თქვი უკვე რეალობისგან გასაქცევად. გარკვეული ტიპის ადიქცია, როგორც შეიძლება ითქვას ნარკომანია ან გარკვეული სხვა დამოკიდებულებები. ამას ხელს კიდე უწყობს ადამიანის ფანტაზიურობა. არიან ადამიანები, ვისაც განვითარებული აქვთ ფანტაზიურობის უნარი მეტად ვიდრე სხვებს. აი ასეთ ადამიანებს, ასეთ პიროვნებებს ცოტა სიფრთხილე ემართებთ ოცნებებთან. იმიტომ რომ ფანტაზიურობა და უილის უნარი ბავშვებში არ არის გამორიცხული, რომ ასე გაიზრდება ადამიანი გადაიზარდოს ზუსტად აი ამ თვისებებში. რომ შევაჯამოთ, ოცნება კარგია, ოცნება ეს ჩვენ ფასეულობას ასახავს, ჩვენს გარკვეულ ტრანსცენდენტულ მდგომარეობას, თუმცა ის უნდა გამოყენებული იქნას სიფრთხილით. სასურველია მიზნების დასასახად და რეალისტურად და უფრთხილდეთ ოცნებაში გადავარდნას და მის აყოლას. ამიტომ აჯობებს ოცნება გამოვიყენოთ ორიენტირად და გეზიალოთ რეალობაზე, რეალურ შესაძლებლობებზე და ძელვადიან ან საშუალოვადიან მიზნებზე და მათ განხორციელების გზებზე.